თუ აქამდე გვედავებოდნენ ფულის მოტაცებას, ახლა ფულის დარიგების გამო გვედავებიან, კერძოდ იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და გადაგვიხდია მათთვის ხელფასი და მათი ერთადერთი დანაშაული ნაციონალური მოძრაობის წევრობაა, განაცხადა გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს განცხადების sapasუხოდ. Სუხილს გამოთქვამს, რომ მხოლოდ 700 ადამიანის დასაქმება შეძლო და მომავალში თუ ვერ დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს, შეეცდება დახმარება მაინც აღმოუჩინოს მათ. გვედავებოდნენ ფულის მოტაცებას, ამ გამოძიებით ჩვენ გვედავებიან ფულის დარიგებას. კერძოდ იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და გადაგვიხდია მათთვის ხელფასი. და რომ ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული თურმე გამოძიების მიხედვით არის ნაციონალური მოძრაობის წევრობა. მინდა მივმართო გამოძიებას დაინტერესდეს რა ნიშნით არის დანიშნული და ამას მე მეორეჯერ ვიმეორებ კოკა გუნცაძე და მრავალი ასეთი ადამიანი, მათ შორის მოჭიდავე ელდარ კურდანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორად, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ზუსტად იგივე ლოგიკით გამოძიებამ ანალოგიური ბრალდება, როგორც იმ 700 ქალბატონს წაუყენა დღეს, უნდა წაუყენოს სწორედ მათ. ვინაიდან მათი ხელფასი აღემატება 10 ჯერ და 100 ჯერ ამ ადამიანების ხელფასებს.